ყოველდღიური ცემა იყო ნამდვილად იმასთან ერთად, რომ არც საჭმელი შემოქონდათ, არც სასმელი და ტანისამოსელი და ასე შემდეგ ადვოკატზე. იმ ორი კვირის განმავლობაში, რაც მე ფუქში დავყავი, არ ყოფილა აბსოლუტურად არავინ არ მინახე, არავინ არც ვიცოდი მე გარეთ რა ხდებოდა, გარეთ არ იცოდნენ ჩემებმა, ცოცხალი ვიყავი, არ ვიყავი, ერთადერთი რაც ვთხოვე იმ ექიმს, მერე უკვე აი ამ ეკრანის ჩართვას მოგახსენებთ რაც იყო, რომ ჩემი ძმის ამბავი მაინტერესებდა და ეთყობა შევეწოდე უკვე რომ 7 დღის განმავლობაში მოკლედ რომ წყალს არ ვსვავდი, ეს ეკრანის ჩართვა ყოველდღიურად ხდებოდა, ჩამოდიოდნენ, თან ხო იცოდნენ ნერვიულობდი და ეკრანი არ ჩაგერთო და მართლა ჩამერთო ეს ეკრანი. ეკრანის ჩართვა ყოფილა ის რომ მე ნაცრისფერ კედლებზე დავინახე ჰალუცინაციები, უკვე რაღაცებს ხედავდი იმ მულტფილმების სახით რა და დავკარგე გონება. იმიტომ რომ უწყლობისგან, კი, გაუწყლობისგან დამემართა ეგ. დავკარგე გონება და ეს ექიმი თემო ერქვა გვარი მიწერია სადღაც გეტყვით რომ მაგის ყვირილზე გავახილე თვალი და მოვედი აზრზე რომ ჩქარა წყალი და კარგად მახსოვს ნაბეღლავის მწვანე ბოთლები რო 1 ლიტრიანით მოიტანა წყალი და არ მომეშო სანამ ბოლომდე არ დამალეინა და მე კიდე მოატაინა ბადრაკს მეორე ბოთლი და ის დამიდო და მაშინ მითხრა რომ გეშინიო შენი ძმა უკეთეს მდგომარეობაშია ვიდრე შენ რა მით დამამშვიდა რა ეს იყო ეს სიტუაციები რაც კიდე ერთხელ ჩავერევი სანამ დასცინოდნენ ამაზე და ეს რო არ იყო ერთჯერადი შემთხვევა უთხრეს რომ პირველ ადგილზე გახვედიო იმიტომ რომ შენამდე ერთმა გაძლო კიდევ 6 დღე ანუ მუდმივად ჰქონდა და ვინამდეს გაძლევდა გონების დაკარგვის მერე აძლევდნენ უკვე წყალს და 6 დღე 7 დღე გურჩიანი იყო თუ სწორად მახსოვს პატიმარი გურჩიანი რომელზეც მითხრეს რომ იმის რეკორდიც კი მოხსენიო რა ზოგადად ამ ფუქში ვიყავი 15 დღე და ღამე არ გავყავდი არსად არ ამიყვანეს დიდ საკანში და 15 დღე და ღამის განმავლობაში ყველაზე უბედურება და ყველაზე დიდი სატანჯველი იყო ის რომ მე ჩემი თვალებით უყურებდი ყოველ დღე როგორ აწამებდნენ ხალხს ყველაზე რთული ესეთანი ის იყო იმაზე მეტად რთული ვიდრე შენ გაყენებენ შეურაცხყოფას და ცემენ ეს არაფერი არ არის იმასთან შედარებით როგორ უყურებ ადამიანს როგორ აწამებენ შენ თვალწინ ბატონო ლევან სანამ იმაზე მოგვაწოდებთ ინფორმაციას რას ნიშნავს წამებას გაყურებინებენ სხვისას თვითონ ეს საკანი რომ უკეთესად აღწეროთ სიმაღლეში და სიგანეში რამდენი იყო მაშინ მე როგორც გავზომე იმას გეტყვით დიახ ბოდიშს მოხდით რა თქმა უნდა 39 ზომა მაქვს ფეხის ზომა დიახ და 5 ტუფლი მეტეოდა ესე მიდებით გაზომაზე სიგრძეში და 3 სიგანეში